დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 2 თებერვალია, ორშაბათი, ეთერში ერთსულოვნების დილა, კახარ მიქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მადლობა რომ გვიყურებთ, გვახარებს რომ თქვენთან ერთად ვიწყებთ დილას და შევეცდებით რომ ბევრი ამ საინტერესო მოისმინოთ და ნახოთ. თუმცა სანამ გადაცემის ანონსს წარმოგიდგენთ, საეკლესიო კალენდარი მოვისმინოთ. თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი 60 ქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ექვთიმე აღსარებელს, კერესელიძეს, ღირს ექვთიმედიც, წმინდა მოწამეებს, ინას, რიმას და პინას, წმინდა მოწამეებს, ვასეს, ევსევის, ევტიქის და ვასილიდეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას, განსაკუთრებით ულოცავ ყველა ქართულ მგალობელს, იმიტომ რომ მათი მფარველი წმინდანის სცენება ძალიან დიდია წმინდა ექვთიმის დამსახურება. მართლაც და არსებობს ისეთი ფილმი გალობის რაინდები და კარგად არის წარმოჩენილი წმინდა ექვთიმის და ჩვენი წინაპრების, რომელთა დამსახურებითაც დღეს ჩვენ გვაქვს ქართული გალობა შემორჩენილი და კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, თუ რას მოისმენთ და იხილავთ, იცით რომ დიდმარხვის წინა პერიოდი, მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო მეზღვერის და ფარისელის კვირაში იმყოფებით და ფაქტობრივად იწყებენ უკვე ქრისტიანები მორწმუნეები მრევლის ნაწილი მზადებას დიდმარხვისთვის და სწორედ ამ თემაზე შემოგვიერთება სასაუბრო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ექვთიმე კერესელიძის ხსენებას აღნიშნავს, როგორც უკვე კახა მოგახსენათ და მოგახსენებათ წმინდა ექვთიმე აღმსარებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოღვაწეა ქართული საეკლესიო გალობის ისტორიაში და ამ დღესთან დაკავშირებით მთაწმინდაზე მამა დავითის სახელობის ტაძარში დღეს აღევლინება წირვა, სადაც ასევე მონაწილეობენ გალობლები, გალობელთა გუნდის უნივერსიტეტის სტუდენტები, ჩვენი ჟურნალისტი ნინ გელაშვილი იმყოფება ადგილზე და რა თქმა უნდა, ნინ ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და მისგან უფრო მეტს შევიტყობთ. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს დამოუკიდებლობა, სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ გვეყოლება ასევე სტუმარი, ნევროლოგი თამარ ედიბერიძე და საინტერესოა მისგან მოვისმენთ რჩევები და გაგვიზიარებს იმ გამოცდილებას, რაც მას გააჩნია თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ასეთი გადაცემა გველოდება წინ, თუ როგორი ამინდი გველოდება, ამას უკვე პროგნოზის მეშვეობით შევიტყობთ.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დაიწყო მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, სულ მალე ფაქტობრივად დაიწყება უკვე დიდი და წმინდა მარხვა, საღდგომო მარხვა და ეკლესია უკვე იწყებს მსადებას. ეს არის წინა პერიოდი, მეზორის და ფარისეების კვირა და სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ, ამ პერიოდის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ჩვენი სტუმარი, რომელსაც წარმოგიდგენთ ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი დილომშვიდობის საქართველოს და მართლა დალოცოს და გაახაროს ჩვენი ქვეყანა და თითოეული ქრისტიანი ვინც გვიყურებს. დიდი მადლობა მამა იოანე, ბრევლის ნაწილი მორწმუნენი, რომლებიც ეკლესიურად ცხოვრობენ, უკვე იწყებენ დღეიდან, ყოველ შემთხვევაში უნდა ვიწყებდეთ მარხვაზე ფიქრს და მოსამზადებელ პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ მარხვა დაიწყება, რამდენიმე კვირაში ოფიციალურად, მაგრამ ეკლესია მხოლოდ ამ მარხვის შემთხვევაში აწესებს წინა პერიოდს. მოსამზადებელ პერიოდს ყოველ კვირას თავისი მნიშვნელობა აქვს. მეზორის და ფარისევლის კვირაში ვართ, ეხლა ვინც გუშინ წირვაზე იყო მოისმინეს სახარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რას ნიშნავს, რატომ გვამზადებს ეკლესია განსაკუთრებით ამ პერიოდს, რატომ ნიშნავს და როგორ უნდა იყოს მზადება, იმიტომ რომ თუ ჩვენ მივალ ტაძარში მოვიხსენებთ ნასახარებას, წამოვალ და ისევ იგივე განანაირად განვაგრძელოთ ცხოვრებას, ნაყოფიც არ იქნება და რამდენად უწყობს მორწმუნეს ხელს მარხვაში ამ პერიოდს თუ სწორად გაივლის. წლის განმავლობაში რამოდენიმე მარხვა არის, ვიცით, დიდი მარხვებიც, ავდგომის მარხვა, შობის, პეტრე პავლოვის, მარიამობის, მაგრამ ძალიან დიდი და განსაკუთრებული ყურადღება და მნიშვნელობა აქვს ავდგომის მარხვას. ერთი თვით ადრე იწყეს, შეიძლება ვთქვათ, ეკლესია ამ ყველაფერზე ზრუნვას მოვისმინეთ. ყველა ტაძარში გუშინ მეზვერისა და ფარისევლის შესახებ იგავი სახარებიდან, მაგრამ ეკლესიამ ჯერ კიდევ წინა კვირაში, როდესაც ზაქეს კვირა იყო, იქიდან დაიწყო ამაზე უკვე პირველი ზარი დაირეკა, რომ ცოტა ხანში მარხვა დაიწყება და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ეს კვირა, ამ კვირის მნიშვნელობა, ზაქე, რომელიც იყო ძალიან ესეთი განსაკუთრებული ცოდვილი პიროვნება, ტრის გადასახადებს აგროვებდა და არა მარტო მათთვის აგროვებდა, თავისთვისაც ბევრს ართმევდა ადამიანებს და საძულველი იყო და როგორი ფერისცვალება ხდება მასში, როდესაც მხოლოდ სურვილი გაუჩნდა იმის, რომ უფალი ეხილა, არა მარტო იხილა, სახში ესტუმრა და ეგ დაიწყო მის ესეთი განახლება სულიერი და მობრუნება, როდესაც ის ამბობს, რომ ყველას ვისაც წაურთმევია და უბრუნებს და 4-ჯერ მეტსაც მიაგებს. ასე რომ გუშინდელი სახარებაც ისე მეზვერეს ეხებოდა და ფარისეველს, აქაც ჩანს ის ადამიანები, ისეთი ფარისეველი, რომელიც ყველას ვისაძულველი იყო, აქაც როგორი ფერისცვალებულია და როგორ ლოცულობს, რომ მე ღმერთო მილხინე ცოდილს ამას და შემიწყალე და როგორი გამართლებული გამოვა და ეკლესია ამით რა თქმა უნდა გვასწავლის, რომ არ არსებობს ცოდვა, არ არსებობს სიმძიმე, საიდან მობრუნებაც არ შეიძლება და რომლის პატიებაც ღმერთს არ შეუძლია, მთავარია გაჩნდეს სურვილი, გაჩნდეს სინანული და ყველაფერი ეპატიება ადამიანს. მეორე მხრივ ფარისეველი, რომელიც კადნიერებით ლოცულობს, რომ ღმერთს ახსენებს, თითქოს ღმერთმა არ იცის, რომ მე 1000 წირავ, ლოცულობ, ამდენს მარხულობ კვირაში 2 დღეჯერ და ესეთი ის და სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივაც ხდება ხოლმე ესეთი, რომ მე ამდენს ლოცულობ და რატომ მაქვს ამდენი პრობლემა. ჩვენ თუ ლოცულობთ, ისევ ჩვენი თავისთვის და ჩვენი სიკეთისთვის ლოცულობთ, მაგრამ იაკობ მოციქული ასეთ სიტყვებს ვცანებს, რომ ლოცულობ და არ გეძლევა, იმიტომ რომ ბოროტად ვითხოვ აქ. იგულისხმება ის, რომ ლოცვაში რას ვითხოვთ, იმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარი არ არის ადამიანი თუნდაც ტაძარში მისული, რომელიც სანთელს ანთებს, რომ ჯანმრთელობა, მატერიალური კეთილდღეობა, მთავარი უფალი თვითონ გვეუბნება და გვასწავლის, რომ თქვენ სათასასუფეველი ეძებეთ, ილოცეთ ამისთვის და ყველაფერი რაც გჭირდება მე მოგცა. ეს როგორც კი ეს კანონზომიერება ირღვევა, იმ ლოცვასაც ძალა ეკარგება. ამიტომ ყველაფერს ღმერთი იერარქიით მართავს სამყაროს და ეს იერარქიულობა ლოცვაშიც მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში სულის ცხონება უნდა ვითხოვოთ ჩვენთვისაც, შვილებისთვისაც და ყველა ადამიანის. მამა იოანე, აი თქვენ მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნეთ, რომ თითქოს ახსენებს ღმერთო და ადამიანებსაც აქვთ ხოლმე, რომ ამდენს ლოცულობ წირვას არავასთან და რაღაცა არაფერი არ იცვლება, მათ შორის მატერიალურად. ასევე აი შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ხომ მარხვას დავიცავ ამ მარხვას. და მე რაღაც მოვისმენე, უფრო კარგად იქნება ყველაფერი ჩემი ცხოვრება და ესე თუ არ მოხდება, შეიძლება იფიქროს მე რომ რა აზრი ხა მარხვით
გაუწვას, იმიტომ რომ არც ხელფასი მომიმატეს, არც გავთხოვდი, არც რაღაცა წმინდანი გავხდი ერთი მარხვით და შეიძლება ფიქრობდეს, აი მარხვის წინ ამაზე ფიქრიც გუშინდელი სახარებიდან და ეს კვირა ზოგადად ფარისევლის და მეზორის კვირა და ფარისევლის შემთხვევაც რომ ამდენი ქვენი ესე ვიმარხე. შეიძლება ძალიან წარმატებითაც იმარხულოს უნდა გულისხმობ რომ დაიცვას ყველა კანონი მეტანიებით და ამ კუთხით, როცა მარხვას ჩვენ რაღაცა ანგარებით მიუდგებით, უკვე ხო არ არის არშივე არასწორი დამოკიდებულება. თვითონ სწორი მარხვა ამ ყველაფერს გამორიცხავს, თუნდაც ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც დღეში ორჯერ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, შეახსენებს, რომ ამაზე არ უნდა იფიქროს და საკუთარი თავის ცოდვების განცდაზე და უღირსებაზე უნდა ფიქრობდეს და თუ კი მთელი თვენახევრის განმავლობაში ადამიანი ამას ილოცებს და თვის აღდგომის მერე იმას იტყვის, რომ ესე გავაკეთე და არაფერი მომეწე, ესე იგი ვერ გაუგია რა ხდება საერთოდ და ესე არ არის ხო რა თქმა უნდა. მამა ივანე, საინტერესო არის რა ის რომ წმინდა წერილი სახარებას თავისთავად მთლიანად ყველა მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანი არის და საინტერესო ის თუ რატო ვიწყებთ მეზვერისა და ფარისევლის სახარების აი ამ მონაკვეთით მაინც და მაინც. აი ეს რასაც საუბრობთ ფაქტურად ეს არის რომ ადამიანში უნდა გაჩნდეს ნამდვილი სწორი სინანული. და არ აქვს სიმძიმეს მნიშვნელობა, როგორც ცოდვილიც არ უნდა იყოს ჩვენ მე დიდ მარხვაში გვექნება მარიამ ეგვიპტელის კვირა და აი მართლა განსაკუთრებულია მისი ცხოვრება, ცოდვილობაც და გამოსწორებაც და რამდენი ათეული წლები უდაბნოში როგორ გაატარებს ადამიანი და როგორი სინანული ექნება, მაგრამ ასევე გვახსოვს ავაზაკი, რომელიც ჯვარზე გაკრული ცხონდა მოასწრო იმ რამოდენიმე წუთში, რომ სინანული ქონოდა და სამოთხეში მოხვედრილიყო უფალთან ერთად და ეს სინანულის აი თავარი აქცენტი არის რატომ გამართლდა ეს მეზვერე, იმიტომ რომ სინანული გამოავლინა და აი სინანული არის თავარი მარხვაშიც, ხო? ეს ამდენიც არ უნდა იმარხულო, თუ კი სინანული არ გექნება, ვიცით რომ ეშმაკი საერთოდ არაფერს არ ჭამს და ეს ხო არ ნიშნავს არაფერს, რომ მარხვაზეა. მამა იონი, ჩვენ ვიცით ეკლესიის სწავლებისგან, წმინდა მამებისგან თქვენც ალბათ არაერთხელ მოგიწოდებიათ რომ გვიანი არავის არ არის და ხანდახან არის ხოლმე აი ბოლო კვირაში წევნები რომ მოდით და ეკლესია მეგიღებთ. თუმცა აი გამოცდილებით ვერ მოძღვარს უთქვავს წმინდა მამების სწავლებაც არსებობს რომ ადამიანი რომელიც თავიდანვე აი ამ პერიოდიდან უკვე დაიწყებს სამზადისს და მოусმენს ეკლესიას ხო და სამზადისი არის სწორად ეს ეკლესია მოგიწოდებს და არა ჩვენეთი სახარების, შინაარსის გათვალისწინებით, ლოცვას ახურებით უფრო ასე ვთქვათ უადვილდება და უფრო შეძლებს და გვარად სწორად იცავს მარხვას. ჩვეულებრივი ამბავია ხო აი პირველ ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ სპორტსმენი რო ავიღოთ ახლა როცა აქ შეჯიბრი და რაც რო ებზადება უფრო კარგად გავა ამ შეჯიბრზე. ეს არის ასპარეზი მარხვაც. რა მნიშვნელობა აქვს რომ აქიდანვე როცა უკვე ეკლესია როგორც თქვენ ბრძანეთ პირველ ზარს რკავს რომ იწყება დიდი მარხვა და შეემზადეთ ყურადღებით იყავით აი სახურებებით აი სახარებით შინაარსის განმარტებებით შეუდგეს და რამდენად საჭიროა ეს და აუცილებელიც კი იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი ხდება ეკლესიაში და არც ეკლესია დააწესებდა ამ პერიოდს. რა თქმა უნდა ქრისტიანი ადამიანი რომელიც უკვე მონათლულია მართლმადიდებლად არის ქრისტიანი ჯერ კიდევ როდესაც მოინათლა პირობები აქვს ღვთისწინაში დადებული ხო, როდესაც ნათლავთ ბავშვს ხო იქ რომ როდესაც ვიმეორებთ შევუდგები ქრისტეს, შევუდგები ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, ტაძარში დადებული პირობებია და ჩვენ ვალდებული ვართ რომ ასე ვცხოვრობდეთ. რა არის ქრისტიანული ცხოვრება? ზიარების გარეშე ქრისტიანი არ არსებობს. ხო ადამიანს რომელსაც თავი ქრისტიანად მიაჩნია და სადღერძელოსავით ამბობს ხოლმე კაცი არ მომიკლავს, ეს არ გამიკეთებია, ეს არ გამიკეთებია, ცუდი არაფერი ჩამიდენია და კარგი კაცი ვარ. უფალი ამბობს რომ ვინც არ ეზიარება ჩემს სის და ხორცს ის ჩემთან ვერ მოვა ხო ესე იგი რომელს ვენდოთ ხო საკუთარ თავს რომელიც ნამდვილად გვატყუებს თუ უფალი იესო ქრისტეს რომელიც გვეუბნება რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზიარებას ზიარებამდე რომ მივიდეთ ეს ყველაფერი თავისთავად უნდა გავიაროთ ხო ეს მარხვაც აღსარებაც სინანული უნდა გამოვხატოთ აი მომავალი კვირა უძღებიშვილის კვირა არის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამასაც რომ როგორ გაფლანგა შვილმა თავისი კუთვნილი ქონება ხორების საჭმელიც კი ენატრებოდა და რას ამო სინანული როგორ მოდის მაშინ რომ წავალ და მამაჩემს მოჯამაგირეთ დაუდგებიო და მოჯამაგირეთ კი არა მამა ისევ სამოსალ პირველს ჩააცმევს და იმ ბეჭედს გაუკეთებს და პირველი პატივში და ანუ ღმერთი ჩვენ ასე გველოდება თავარა ჩვენში როდის მოხდება ეს ფერისცვალება რომ დაუბრუნდეთ ამ საფრთხო წიაღს ხო ერთი კაი შედარება იყო რომ ეს ცოდვილი ადამიანი პატიმარს გავს რომელიც საკუთარ ამ ჯაჭვებს კოცნისო ხო რომ ცოდვაში მყოფი ადამიანი როგორ გამოიყურება რომ იმდენად არის მიდრეკილი ამ ცოდვებზე სხვადასხვა ცოდვებზე და მანკიერებებზე რომ არ უნდა ამ ყველაფრის დატოვება მხოლოდ სიტყვით რომ აი მე ეს ყველაფერი არ მომწონს და არ მინდა არაფერი არ შეიძლება ხო
რაღაცა პატარა უნდა გაინძრეს ადამიანი და გააკეთოს სწორედ ამაში გვეხმარება მარხვა, აღსარება, ზიარება და ეს დიდი ასპარეზი ფაქტურად ერთი თვე არის მოსამზადებელი პერიოდი, მერე 49 დღე მარხვა, ხო, რამდენი გამოდის თქვის მესამე თვეში გადადის, რომ ამ ყველაფერს ყურადღება მივაქციოთ. ამ 3 თვიდან ახლობთ 100 დღიანი ასპარეზიდან თუ არაფერს ყურადღებას არ მიაქცევ, მაშინ როდესღა უნდა მოინდომო. როდესღა უნდა შეასრულო პირობა. მამა ივანე კახამ ახსენა რომ შემთხვევით ეკლესიაში არაფერი არ ხდება ხოლმე და აი ამ კვირას როდესაც ოთხშაბათი და პარასკევიც ხსნილია, მსგებსია, რატომ დაწესდა ასე? ხო, ანუ ამით კიდევ მნიშვნელობა, ყველა თითოეულ დეტალით მნიშვნელობა ენიჭება, რომ რა არის მარხვის მნიშვნელობა და აქ ეკლესია რაღაც ერთგვარად ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, რომ რაღაცა ცოტა გაიხარონ, ცოტა მოემზადონ, ცოტა მოდუნდნენ, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს, ხო, ღრეობაში და რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელთაც კიდე ცოდვას ჩაიდას ადამიანი და სუსტდება. უბრალოდ შესაძლებლობა გაქვს, რომ უფრო მეტად გაიხარო. ფოტოშორის ერთ-ერთი მოძღვარი, რომელიც განმარტავდა გუშინდელ სახარებას, კაი შედარებაც მოვისმენო, ერთგვარად, როცა ეკლესია ამ კვირაში, მეზორის და ფარისევლის კვირაში აწესებს ხსნილს, თითქოს შეგახსენებთ, რომ შენ თუ ფარისევლის მდგომარეობაში იქნები, მარხვას საზრი აღარ აქვს, მაშინ და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ დღეს, თუ კადნიერებით ვიქნები და მე თავს მოვიწონებ, რომ აი რამდენიმე მარხული და როგორ ვქენი ეს ამოვება. მამა ივანე, თქვენ ბრძანეთ, რომ ადამიანი როცა ინათლება და ამბობს, რომ ვარ ქრისტიანი, იქ უკვე ის ვალდებულიც კია, თუ მე ქრისტიანი ვარ, ის წესები, რაც დაადგინა ეკლესიამ და ეკლესიამ დაადგინა ქრისტეს მიერ, ამ ფერხულში ჩაება. როცა მარხვა იწყება, არის თუ არა საჭირო და აუცილებელი, მე ვკითხო მოწონს, რომ მარხვა დავიწყო თუ არ დავიწყო. არ გულისხმობს შემთხვევას, თუ რაღაც მაწუხებს და პირიქით რაღაც შეღავათი მჭირდება. ან არის ხოლმე მეორე მომენტი, რომ მე გადავწყვიტო, ეხლა მოდი დიდ მარხვას ვიმარხულებ, იმ მარხვას არ ვიმარხულებ, აქ ბოლო კვირას ვიმარხულებ, იმას დავიცავ, ამას არ ვის. ანუ ჭირდება თუ არა უფლების აღება, რომ დავიწყო მარხვა. ეკლესიის წევრად ვინც მოიაზრებს თავს და ეკლესია უკვე აცხადებს, რომ მარხვა, რა თქმა უნდა, ეს ცალკე განსაკუთრებული ლოცვა კურთხევა ამ ყველაფერს არ ჭირდება. შეიძლება ინდივიდუალურად ადამიანები მივიდეს და ჯანმრთელობიდან გამომდინარე რაღაცა საქმის კურსში ჩააყენოს მოძღვარი და თქვას, რატომ ვერ იმარხულებს ან რა უნდა გააკეთოს და მაგრამ მარხვა სამწუხაროდ მხოლოდ კვებასთან ასოცირდება ხოლმე ადამიანებისთვის და სხვა ღვაწლთან, ლოცვასთან, სიკეთის კეთებასთან, პატიებასთან, ხო, როგორ იწყება ხო დიდ მარხვა შენდობის დღით, რომ ყველას უნდა ვაპატიოთ და ეს თავარი ეს არის, აი თავარი აქცენტი რო საკვებზე კეთდება და არა იმაზე, რომ მაგალითად მე თუ ვერ ვიმარხულებ საკვებთ. მოდი სხვა რამეს გავაკეთებ, რაღაცით ან სახარებას წავიკითხა ორი თავით, მე ფსალმუნებს წავიკითხა უფრო მეც, რომ რაღაცას რომ ვაკეთებ, რაღაცას ვერ ვაკეთებ და რაღაცით შევძლო, რომ ღმერთს კიდე თავი მოვაწონო და თუ კი ადამიანი ჩათვლის, რომ მე ვერ ვიმარხულებ კვები და აღარაფერს აღარ გააკეთებს, რა თქმა უნდა ეს ტყუილში იქნება ასეთი ადამიანი და არ იქნება სწორი ასეთ დამოკიდებულება მარხვასთან. და არც ალბათ ის იქნება სწორი, თუ ესე ავტომატურად და მექანიკურად დავიწყებთ მარხვას, ხო თავისთავად. ჩვენ ხო მოძღვართან ურთიერთობა უნდა გქონდეს ამ ყოველ კვირას, ან ორ კვირაში ერთხელ და ეს ყველაფერი მოძღვართან ერთად უნდა გავიაროთ და ვიკითხოთ და ვისწავლოთ, ისე ხო არ გამოვა. ხო, არა, ალბათ შეიძლება ხა თუ ის განზრახავ აქვს, რომ მე მივიდე მოძღვართან, რომ დამლოცე მაკურთხე, რომ შემეწიოს ამარხვაში ღმერთი და შევძლო კარგად ვიმარხულო, ეს ასრულელიც კი ამარა. ეხლა მე მარხვა არ დავიწყო, იმიტომ რომ მოძღვარი ვერ ვნახე და არ უკურთხებია, ეს უკვე არასწორი მიდგომა. მოსულან ადამიანები, რომლებიც პირველად მოდიან აღსარებას და ამბობენ, რომ ყველა მარხვას მარხულობდა წლების განმავლობაში და არაფერს ანუ მოძღვართან მისვლა ხშირ შემთხვევაში ეს არის რაღაცა დაფარული ცოდების გამო, რომლის აღიარებაც ძალიან უჭირს ადამიანს და ამის გამო ეს რაღაც ბარიერი აქვს ძალიან დიდი ამ დროს პირიქით ეს იმხელა შვება არის ადამიანისთვის თუ ერთხელ გაბედას აღსარებას და მოძღვართან მივა და იტყვის რომ თითქოს თავიდან იბადება ხო აღსარებას ხო თავიდან შვება არის თქო და აღსარებაზეც ან თავისი ეტაპებია ხო შეჩვევის ასე ვთქვათ და თავისთავად მოძღვარიც არ დაიწყებს იმით რომ მაინც და მაინც ყველა ცოდვა მაშინათვე აღიაროს მოინანიოს და ასე შემდეგ ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს ამ ყველაფრამდე რომ თუნდაც ის რაღაც ერთი დაფარული ცოდვა ან ორი შეიძლება ერთი წლის მერეც კი თქვას ხო მაგრამ ემზადება ადამიანი ყოფილა ესეთი შემთხვევები რომ ვერ ამბობს და ბოლოს გაიხსნა და თქვა. კარგი რამ აღნიშნა თქვენ მამა იოანე და კარგია რომ ეს აქცენტის დავუსვათ თქვენ ბრძანეთ რომ არსებობენ ადამიანები მოსულან და უთქვამთ რომ წლები მარხულობდნენ მაგრამ აღსარებაზე არ ყოფილა. მეც ვიცნობ ასეთებს ალბათ ვერ მოვიცით რომ მარხულობს შეიძლება აი მარხვის კუთხით აი გულისხმობს საკვების აგზავის კუთხით ბევრ მორწმუნეს ჯობდეს ნამდვილად. მაგრამ რო ყოფილა საუბარიო აი რატომ მოახსარება რეზერვა არა არ მინდა მე ვამხულობ.
შეიძლება ახლაც ასეთი იყოს, ვინმე აპირებდეს მარხვის დაცვას, მათ შორის ოთხშაბათი პარასკევსაც არ ასწენდეს, მაგრამ ამ ყოველფერს აკეთებდეს ზიარების და აღსარების გარეშე. ანუ თავარი რაც არის, რისაც არის მარხვა ერთ-ერთი საშუალება არ შეიძლება მარხვა იყოს მიზანი. რას ეტყვით მათ და საერთოდ ესეთ მარხვას აქვს თუ არა აზრი და თუ შეიძლება რაღაც შედეგი ქონდეს, იმიტომ რომ ხა ჩვენ თუ იმიტომ მარხულობთ, ვთქვით რომ მარხვაზე ვართ, უაზრობა. ო, რადგან ეს ადამიანები მარხულობენ, რაღაცას ცოტათი მაინც ფიქრობენ, რომ სადღაც უნდა ტაძარში მივიდნენ. მაგრამ წმინდა მამები ლოცვას და მარხვას აერთიანებენ, როგორც თუნდაც ფრინველის ორი ფრთა, ხო? ერთი ფრთით ვერცერთი ჩიტი ვერ გაფრინდება, ხო? ორი ფრთა ჭირდება, როგორც ლოცვა და მარხვა, ასე რომ ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ლოცვა და ლოცვაში რა თქმა უნდა ღვთისმსახურებაში ჩართვა იგულისხმება კვირა დღეს წირვის მნიშვნელობა, უმნიშვნელოვანესია რომ ქრისტიანი კვირას წირვას არ აცდენდეს, თვითონ სიტყვა კვირაც კი საღვთო დღეს ნიშნავს და ღმერთის დღეა და ადამიანი უნდა მივიდეს მსახურებას და ესწროს და ევქარისტია ხო რა არის, მადლიერების მსახურებაა და თუ კი ადამიანი მადლობას არ იხდის უმადური გამოდის და ეს მსახურება მადლიერების მსახურება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა დიდ მარხვაში როცა ყველა კვირას თავის მნიშვნელობა აქვს და დაახლოებით იგივეა რომ დავუშვათ ადამიანი მარხულობდეთ. კვირას წირვაზე არ მივიდეთ, ესე იგი მე ვერ მოვისმინე რა სახარება, ვერ გავიგე რა სახება ის კვირა და ეს იგივეა დაახლოებით რომ მე რაღაცა მიმართულების მჯეროდეს და პროგრამა არ ვიცოდე, რა პროგრამით ვიხელმძღვანელობდი. ეს არის ერთგვარი პროგრამა ყოველ კვირას. მარხვა მხოლოდ საჭმლისგან, საკვებისგან თავშეკავება არ არის. აი ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მარხვა, თუ კი ადამიანი რაღაც საკვებებისგან თავს იკავებს. მარხვა არის ლოცვა, პატიება, შენდობა, მსახურებებში ჩართვა, ერთიანობა არის ამ ყველაფრის და რაღაც ერთი კომპონენტი. და როგორც აღნიშნეთ, სინანული თავისთავად უპირველი სკოლისა ხოლმე. ხო, რა თქმა უნდა, მაგალითად როგორც მარტო მხოლოდ ხელი ადამიანი ვერ იქნება, ხო? ანუ მხოლოდ თავი ეს სრული ყველა მთელი ორგანოებით არის ადამიანი, ასევე მარხვაც, ხო? ამ თავისი შემადგენელი ნაწილებით არის ერთიანობაში მარხვა და არა მხოლოდ ის რომ რაღაც ლობიო ჭამო და ყინკალი არ შეჭამო. მნიშვნელოვანია თავისთავად ის ლოცვები, რომელიც იკითხება ამ დროს და ყურაცაღებია ის, რაც გვეხმარება ჩვენ სულიერ წვრთნაში და განვითარებაში. იზრდება ბასილი დედის წირვა კვირაობით, რომელიც უფრო გრძელვადიანია. ეფრემასურის ლოცვები უფრო მეტად ცდილობს ანდრია კრიტელის მსახურება პირველ კვირაში და აი ეს ასპარეზი აი ადამიანი ბოლოს იმხელა სიხარულს განიცდის რა ამ ასპარეზს შეძლებს და შეასრულებს რა ვერ მიხვდება ადამიანი რომელიც ამ ყველაფერში ვერ არის ჩართული. მამა იონი თქვენ ბრძანეთ რომ აი ეს კვირა რომელიც ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია ეკლესიის მიერ და ერთგვარად რაღაცა ცოტა თითქოს აი გაგების თავისუფლად არის რაღაცა რომ მე ეს ძალები უფრო მოიკრიბოს. ზოგი ფიქრობს ასეც რომ აი მარხვამდე მე არ ვეზიარები თითქოს რაღაც ზიარება არ ზიარება განლაღებას ნიშნავს და მარხვაში ვეზიარები და მე ყოველ კვირას ვეზიარები. ანუ ეს რამდენად სწორია, როცა ჯერ ერთი თვითონ წყვეტს ადამიანი რეზიაროს თუ არ ეზიაროს, არის ღირსი თუ არა ზიარების და რაღაცა მარხვაში ვეზიარები, მე არ ვეზიარები. ბარი მახსარებას ახლა არ ჩავაბარებ, დავიგროვებ რაღაცეებს და მე მარხვაში ჩავაბარებ. ეს მიდგომა რამდენად სწორია. ო, რა თქმა უნდა, არასწორია ეს დამოკიდებულება და რა მხრივ რომ კვირის წირვას თითოეულ ქრისტიანი უნდა ესწრებოდეს და წირვაზე მაცხოვრის სიტყვები ეს არის ზიარებისთვის. მიიღე და ჭამე ეს არის ჩემი ხორცი დალიერო ეს არის ჩემი სისხლი. ანუ ფაქტიურად ლოცვა კურთხევა გესმის საკურთხეველიდან მაცხოვრის და შენ იქით გახარ და წყვეტ რომ მაცხოვრი კი მეუნე რომ ეზიარო, მაგრამ მე არ ვეზიარებ. ანუ რა გამოდის რომ უფლის სიტყვა შენთვის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის და შენი სიტყვა, შენი აზრი უფრო მნიშვნელოვანია. ესეც ერთგვარი თვითრჯულობაა და არ უნდა წყვეტდეს ადამიანი ასეთ რამებს, სწორედ ამისთვის არის ტაძარში მოძღვარი და იმიტომ უნდა ეკითხებოდეს, ხო? და არა თავისი წყვეტდეს. მაშინ მოძღვარი რაღაც საჭიროა თუ თვითონ გადაწყვიტა როდის ეზიაროს, მარხვა როდის დაიცვას, აღსარება მაშინ ან არ ჭირდება, ან დღეს თulis რომ ღირსია ზიარების და ხვალ ღირსი გახდება ეს ხო წარმოუდგენელი რამე ხო? არასდროს არ ვიქნებით ჩვენ ღირსი წმინდა ზიარებისა, ზიარება არის წამალი ერთგვარი სულისა და ხორცისა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რაღაც პრივილეგია რომ მე რაღაც გავაკეთე და ახლა ჯილდო გამოიღვიდო ზიარება. და ყველას უჩნდება ხოლმე, ყველას არ, მაგრამ ნუ მithumetes როდესაც ახალი ფეხადგმულები არიან, მაშინ ჩდება ასეთი კითხვები, რომ ყოველ კვირას თუ უნდა ვეზიარო საჭიროა თუ არა ყოველ კვირას აღსარების ჩაბარება და როგორ უნდა მოხდეს ის, რომ ჩვენ ვეზიაროთ.
ხო ეს მაინც მოძღვრები ინდივიდუალურად უდგებიან, მაგრამ საერთო ჯამში ახლოს არის ეს ყველაფერი, თუ ერთ კვირა ყოველ კვირა არა, ორ კვირაში ერთხელ მაინც თქვას ადამიანმა ახსარება და შეიძლება ვერ მოხდეს შეხვედრა მოძღვრის სულიერი შვილის და სხვაგან იყოს და მესამე კვირასაც ეზიაროს, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის, ესე რომ ვთქვათ, რომ ცალსახად ესია, ხო, სხვადასხვა მოძღვრის სხვადასხვანაირი პრაქტიკა აქვს, მაგრამ ერთად, ანუ არ არის რაღაც ძალიან დიდი სხვაობა და რაღაც განმასხვავებელი. ის ცოდვები, რომელიც დავიწყებულია მამა იოანე, ესეთ შემთხვევაში რა ხდება, ამაზეც ვისაუბროთ. ყველა ცოდვები არავის არ გაახსენდება, ხო? ჩვენ როდესაც ახსარებას ვამბობთ, განვიცით და ვინანიებთ, რა თქმა უნდა, ღმერთი თითოეულ ცოდვას პატიოს, ასევე ვიცით, რომ როდესაც დიდ მარხვაში ან ზოგადად 7-ზე ციცხება ხდება, სწავლებით დაფარული ცოდვებიც მიეტევება. მთავარი ადამიანს ქონე სინანული. არ მგონია ხო, რომ ავაზაკი, რომელიც ჯვარზე იყო, ყველა ცოდვები გაახსენდა, რაც ხდებოდა. ამ ერთიანი სინანულით ყველა ცოდვა მოინანია. და მამა იოანე არის ხოლმე ესეთი რაღაცაც და შეიძლება ეს აი დამწყებთათვის განსაკუთრებით, თუმცა გამოცდილი მრევლის წევრებსაც რომ აი უნდათ თავისივე სურვილით, შეიძლება განზრახვა ხშირ შემთხვევაში რაღაც ისეთ დადებითია, რომ აი მძიმედ დაიცვან მარხვა. იმიტომ რომ რატოღაც ითვლება, რომ ეს მარხვა მძიმეა განსაკუთრებით და რაღაცა ბევრი ღვაწლი აიღონ თავის თავზე და მათ შორის შეიძლება მოძღვართან შეუთანხმებლად. ერის ადამიანს არ გვარგო მონოზონზე, მონასტრული ცხოვრება ტიპიკონი სხვა არის, ერის ადამიანს აქვს თუ არა ვალდებულება, რომ მძიმედ წყალზე და პურზე რაღაც ძაძებში შეიმოსოს, ცოცხასიათზე იყოს და მას ეთყობოდეს სახეზე, რომ ეს მარხვაზეა და აღარ დაპატიჟონ არსა და ამ შემდეგ. ჭირდება თუ არა და თუ ასე გადაწყვეტს თვითნებურად შეიძლება თუ არა. ზოგადად ქრისტიანი, რომელიც ასე ფიქრობს და აზროვნებს, მარხვის შესახებაც შეიძლება წაიკითხოს წმინდა მამები, ვის რა აზრი აქვს და როგორ საუბრობენ და ესე ისე საკუთარი გადაწყვეტილებებით რომ ძიმეთ იმარხულოს, რა თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი ამ ყველაფერმა შეიძლება ხიბლი გამოიწვიოს და აი როგორც ფარისევლის მდგომარეობაში ესე ვიმარხულე, ესე ვილოცე, ესე გავაკეთე, რა თქმა უნდა არ გამოვიდა გამართლებული თლად ბოლომდე, ხო, ესეთი ადამიანი. ამიტომ ძალიან საფრთხილოა ესეთი მიდგომა. მოძღვართან რეკომენდაციით თუ კი ადამიანი მოვა და იტყვის, რომ მე მძიმე მარხვა მინდა, შეიძლება მიცა ის თუნდაც ერთკვირიანი პერიოდი და არ თქვას ადამიანმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ კი ადამიანის სიტყვას იტყვის ღვთის წინაშე. ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეასრულოს. ამიტომ მოძღვარმაც შეიძლება უთხრას, რომ მთელი მარხვა არა, მოდი ჯერ ერთი კვირა შეხედე, თუ შეიძლება მე გააგრძელე და არა ის რომ კი ბატონო და მე საერთოდ მიატოვოს ადამიანმა მარხვა, რომ არის ხოლმე შემთხვევა ხშირია, რომ ერთხელ თუ რაღაცა შეეშალა ისევ კვებაზე გადავალთ, მე მთლიანად ეშვება მარხვას და ბარემ დავარხვია და ზოგს ასეც მიეჩნია, რომ ავადობის პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ავად არის, მაინც ინახავს მარხვას და ეს რამდენად სწორი არის მამა იოანე. ანუ აქ ადამიანის სულიერებას გააჩნია, ხო, ხა წმინდა მამების ცხოვრებას რო ვკითხულობთ, აი ბოლო წლებში ისეთი ტკივილები და განცდები ჰქონდათ და თუნდაც თუ არ ვცდები ერეკლე მეფის ცხოვრებაში, როდესაც დაჭრილი იყო და ბულიონი არ შეჭამა, ხო, ეს რა სიტყვის ხალხი მეფე მარხვა და არ გვიაქვს. სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება და ესეც ინდივიდუალურია, ესე ვერ ვიტყვით ცალსახად რო ან ესე ან ესე. შეიძლება ვიღაცისთვის ისევ მარხვა იყოს მნიშვნელოვანი და ამით თავი შეწიროს უფალს, შეიძლება ვიღაცამ ცოტა შეარბილოს მარხვა და ჯანმრთელობას გაუფრთხილოს. მამა იოანე, აი მოძღვრები ჩვენ გვაკურთხებენ ხოლმე, გვირჩევენ მრევლს განსაკუთრებით ჩვენს თეშს ვისაუბრიათ, რომ სასურველია და საჭიროც კი რომ ქრისტიანი ეცნობოდეს ახარებას მინდა წერილს. თუმცა მარხვაში ხდება ხოლმე თვითნებურად ასევე, რომ აი უნდათ რომ რაღაცა ყოველდღე რამდენიმე დაუჯდომელი წაიკითხოს, პარაკლისები წაიკითხოს, ბევრი მეტანია გააკეთოს. აქაც რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოძღვართან შეთანხმებით გააკეთოს. აი, პარალელურად გავალოთ დაახლოებით იგივე, რომ პაციენტმა პირადი ექიმის გარეშე აი გააწვეს რა წამალი დალიოს და როდის დალიოს და არ დალიოს. აი, სამწუხარო ფაქტი არის ის, აი, სწორად გამიგებთ, რომ აი ადამიანები თითქოს ცდილობენ მართლა ბევრი ილოცონ, მაგრამ შემეცნებითად რომ წაიკითხონ წმინდა მამები, დოგმატური გადმოცემები, სახარება, განმარტებები, თითქმის არ მიდიან ამ ყველაფერს. ამ დროს ეს ბევრად მნიშვნელოვანია რომ ესეც იცოდეს ადამიანმა და დააბალანსოს ერთგვარად ის ლოცვაც და ეს შემეცნებას და მხოლოდ ლოცვითი მსახურებით და ვერ გაიგო ვინ არის იესო ქრისტე რომ რატომ არის ღმერთი და წმინდა სამების დოგმაც ვერ წდებოდე ღვთისმშობელთან დაკავშირებულ დოგმატებს ვერ წდებოდე და მხოლოდ ესე ლოცვითი სახე გქონდეს ესეც არ არის თორე დღეს თუნდაც ინტერნეტით ყველაფერია შესაძლებელი და აუცილებელია შემეცნება. აი სახარების, განმარტებები, წაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ლოცვასთან ერთად. გმადლობთ მამა იოანე მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა. აი ხარეთ წარმატებისთვის. ამ პერიოდის განმარტებისათვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის აზრის მდელოსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი გვესაუბრებდა.
9 საათი შესრულდა ერთად აღვავინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგველოდეთ. დიდება მაღალთაში ნომერცა ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა.
რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ექვთიმე კერესელიძის ხსენებას აღნიშნავს და მოგეხსენებათ, წმინდა ექვთიმე აღმსარებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოღვაწეა ქართული საეკლესიო გალობის ისტორიაში. ამ დღესთან დაკავშირებით მთაწმინდაზე წმინდა მამა დავით გარეჯელის სახელობის ტაძარში დღეს აღევლინება წირვა, სადაც ასევე მონაწილეობენ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება ადგილზე და მეც უკვე ნინისგან შევიტყობთ. დილამშვიდობის ნინი. კახა სოფო დილამშვიდობისა. გილოცავთ წმინდა ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს და ულოცავ ჩვენს მაყურებელს. მე ახლა მთაწმინდაზე მდებარე მამა დავითის სახელობის ტაძრიდან გერთობით, სადაც ტრადიციულად ამ დღეს ყოველ წელს აღევლინება ხოლმე ღვთისმსახურება. საღვთო ლიტურგიას დღეს აღავლენს არქიმანდრიტი არჩილ კიკვაძე. იქამდე სანამ აქ შეკრებილ მრევლის წევრებს გავესაუბრები, მე მინდა ჩვენს მაყურებელს ორიოდე სიტყვით შევახსენო წმინდა ექვთიმე აღმსარებლის ღვაწლის შესახებ. მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში წმინდა ექვთიმე აღმსარებელმა შეაგროვა და ხელით გადაწერა არაერთი ქართული საგალობელი და იგი დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევა, რომელმაც ქართული საეკლესიო საგალობლებისა და ხელნაწერი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ წმინდა ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს საღვთო ლიტურგიაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებს ხოლმე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტობა და ჩემთან ერთად ახლა არის ამ უნივერსიტეტის ხელოვნების და მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ წრიალაშვილი და მას გავესაუბრები. ბატონო ზურაბ, გილოცავთ უპირველესად დღევანდელ დღეს. მე როგორც აღვნიშნე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველწლიურად მონაწილეობენ ხოლმე საღვთო ლიტურგიაში და ამის მიზანი ერთგვარად არის ის, რომ მათ მიეცეთ საშუალება ავთენტურ ლიტურგიკულ გარემოში შეასრულონ ქართული საგალობლები და ამ მხრივ გაიღრმავონ გამოცდილება. ხომ და როდიდან დაინერგა ეს პრაქტიკა, რომ მოგუყვეთ? დილამშვიდობის, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ წინვალე მართლაც დღეს. დღეს ჩვენ ესე ვამბობთ მგალობლები მომღერლები, რომ დღეს მგალობლების დღე არის და მე ვიტყოდი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე არა მხოლოდ მგალობლებისთვის და მუსიკოსებისთვის, ტრადიციული მუსიკის შემსრულებლებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როგორ ბრძანეთ ექვთიმე კერესელიძე გახდათ ის პიროვნება სხვებთან ერთად, ფილიმონ ქორიძესთან, არმელაშვილებთან ერთად, რომელთაც საკუთარი მხრებით იტვირთეს ქართული გალობის გადარჩენის საქმე და რომ არა ეს ხალხი დღეს ეს საუნჯერაც დღეს ღვთისწყალობით და ამ ხალხის მადლით ყოველდღიურ ასეთ საღვთო ლიტურგიაში სრულდება ეს საგალობლები, უძველესი ტრადიციული გალობა, რომ არა ეს ხალხი ეს საუნჯე დღეს ჩვენ არ გვექნებოდა. ამიტომ ეს არის უდიდესი დღე სრულიად საქართველოსთვის. რაც შეეხება ლიტურგიაში მონაწილეობას, დღეს ტრადიცია დამკვიდრდა, რომ ამ დღეს გალობლები ვიკრიბებით და აღელვინება წირვა, სადაც ის საგალობლები, რომელიც გადარჩა და გვაქვს დღეს ჩვენამდე მოღწეული ვასრულებთ განსაკუთრებული ზეიმით. თუმცა მას მერე რაც ამ ხალხმა იღვეწა და
ნოტებზე გადაიტანა ეს ათასობით საგალობელი, მას მერე უკვე ეს საგალობლები დღეს უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში, საფრთხო წესგანგებულებაში სრულდება და ეს ძალიან დიდი მოვლენაა ზოგადად. ხოლო დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენელი ნაწილი ამ ყოველდღიურ ცხოვრებისა, საეკლესიო ცხოვრებისა, სადაც წირვის დროს აი ამ უნიკალურ საგალობლებს ასრულებენ გალობლები და ვასრულებთ. ძალიან დიდი მადლობა. და მადლობა იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ, იმიტომ რომ წირვა უკვე დაწყებულია და ბატონი ზურა ჩქარობს, რადგან საგალობლები უკვე უნდა შესრულდეს და დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მშვიდობებით გილოცავთ კიდევ ერთხელ. მადლობა. ჩემთან ერთად ასევე არის მამა დავითის სახელობის ტაძრის მგალობელი მიშო ხაჩიძე. მიშო, მოგესალმებით. თქვენს გილოცავთ პირველ რიგში წმინდა ექვთიმე აღსარებლის ხსენების დღეს და რომ გითხრათ, რა მნიშვნელობის არის ეს დღე თქვენთვის? მოგესალმებით, მივესალმებით საქართველოს პირველ რიგში. გალობლებს მომღერლებს მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღესასწაული, რამე თუ ჩვენთვის ალბათ ორმაგად ასე ვთქვათ, სიხარულის მომნიჭებელია ეს დღესასწაული, მისი ისტორიით, მისი მნიშვნელობით გამორჩეულია ქართულ საეკლესიო დღესასწაულებში და მინდა რომ მთელ საქართველოს მიულოცო. საზეიმოდ აღენიშნება წირვა მამა დავითის ტაძარში, გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, როგორც ვთქვით, მის პედაგოგებთან ერთად, ლექტორებთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ეს დღესასწაული არის ზუსტად იმ ერთ-ერთთაგანი ისტორიის, ქართული დიდი ისტორიის, რომელშიც ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ექვთიმე კერესელიძემ და მისმა გაკეთებულმა საქმემ. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთან ერთად ასევე მთაწმინდაზე მდებარე მამა დავითის სახელობის ტაძრის სიწმინდის მცველი გოჩა გუჯეჯიანი არის და ახლა მასთან გადავინაცვლებ კითხვით. ბატონო გოჩა, თქვენს გილოცავთ, რა თქმა უნდა, ექვთიმე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს და თქვენ რომ გითხრათ, რა მნიშვნელობის არის ეს დღე? ტრადიციულად თქვენ ყოველ წელს აქ აღნიშნავთ ხოლმე ამ დღეს საღვთო ლიტურგიას ესწრებით და აი რომ გითხრათ, რა მნიშვნელობის მატარებელია? დიდი მადლობა მოლოცვისთვის, დილამშვიდობისა ყველას თქვენს ძვირფას მაყურებელს მიულოცავ მთელსრულიად საქართველოს ამ ერთ-ერთ გამორჩეულ მნიშვნელოვან დღეს. რა შეიძლება ითქვას, წმინდა მთაზე მამა დავითის სახელობის მონასტერში განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე, წირვა საღამოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, არქიმანდრიტი არჩილი კეკვაძე და ჩვენი შესანიშნავი ვაჟთა მგალობელთა გუნდის თანხლებით. წმინდა ექვთიმე კერესელიძე და მისი ღვაწლი ფასდაუდებელია საქართველოს ისტორიისთვის. ორი სიტყვით. მან შექმნა სტამბა მაქსიმე შარაძესთან ერთად და ასევე მათ უწოდებდნენ ბერების სტამბას. და იმ უღმრთოების პერიოდში ძნელბედობის ჟამს გადაარჩინა ხელნაწერები, საგალობლები, 6000-მდე საგალობელი შეუნარჩუნა ჩვენს ერს, რომელიც მან ხელნაწერები ურმით თავისი ხელით გადმოიტანა თბილისი ქუთაისის გზაზე, შემდეგ სვეტი ცხოველში დამკვიდრდა და ამის შემდგომ 1929 წელს გადააქვს იოანე ზედაზნელის მონასტერში. რა თქმა უნდა, ჯერ გელათის მონასტერში ბრძანდებოდა, შემდეგ ბერად აღიკვეცა, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღიკვეცა და აგრძელებდა ქრისტესთვის, სამშობლოსთვის, აი დღევანდელი დღისთვის ბრძოლას, თავდადებულ ბრძოლას, ცხოვრება მისი იყო მხოლოდ და მხოლოდ აი როგორც წმინდა ილია მართლის აუცილებლად მინდა აღნიშნო წმინდა ილია მართლის მეშვეობით სტამბაც და ის ხელნაწერებიც იქნა შენახული და იმ დროს, როდესაც ჩვენი წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია მეტეხის ციხეში იჯდა, ჩვენი წმინდა მამა ექვთიმე კერესელიძე ჩვენ საგანძურს ოფთხილდებოდა თვალის ჩინივით, რომელიც დღეს საბედნიეროდ ჟღერს წმინდა მთაზე მამა დავითის მონასტერში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ძალიან დიდი მადლობა. ბატონმა გოჩამ საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ.
ტექნიკური ხაროეზია, მადლობა სუხთით ნინის, მადლობა რომ ჩაგვერთო, სტუმრები წარმოგვიდგინე და ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს მინდა ექვთიმე აღსარებლის კერესელიძის სცენებას და ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური საზეიმო წირვა მიმდინარეობს ახლა დაწმინდაზე წმინდა მამა დავით გარეჯელის სახელობის მონასტერში და კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ყველამ გალობლოს, იმიტომ რომ ისინი თავის ფარველად მიიჩნევა წმინდა ექვთიმეს და მართლაც განუზომელია მისი ღვაწლი, მის თანამედროვეებთან ერთად, წმინდა ელია მართალთან და სხვებთან ერთად, რომ არა ეს ადამიანები და კიდევ სხვები ჩვენ უბრალოდ არ გვექნებოდა ქართული, ჩვენი უდიდესი საგანძური ქართული გალობა და მადლობა მათ და ყველას გელოცავ წმინდა ექვთიმე კერესელიძის სცენებას. მადლობა კიდევ ერთხელ ნინის ჩართვისთვის, ჩვენ კი მცირე ვიდეო რგოლის შემდგომ ყავდა გიბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დამოუკიდებლობა. თემაზე სასაუბროთ ჩემი გვერდდა ნევროლოგი ქავტონი თამარ ედიბერიძე, დილამშვიდობის ქავტონი თამარ, მადლობა მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. მივესალმებ მაყურებელს. ქავტონი თამარ, ჩვენ უფროსებს შეიძლება არასწორი წარმოდგენა გვქონდეს ბავშვის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. შეიძლება გონია რომ რაღაც ასაკის შემდგომ იწყებს ბავშვი დამოუკიდებლობას.
დამოუკიდებლობას. თქვენ რომ გითხრათ რეალურად როდიდან იწყებს ბავშვი დამოუკიდებელ ცხოვრებას და დამოუკიდებლად გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას და ამას თავისებრივად ასაკი აქვს ხო თავისთავად თავისი საფეხურები და ამ ყველაფერს ასაკობრივად რომ მივყვეთ და დავალაგოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ თემის წამოწევისთვის კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ყოველთვის აქტუალურია და კონკრეტულად ამ შეკითხვისთვის ეს როგორც ესეთი ერთი კიდევ ესეთი შეკითხვა, როდის ვიწყებთ ბავშვის აღზრდას, ასე ვთქვათ, როდისთან უნდა წავახალისოთ ბავშვის დამოუკიდებლობა. პარადოქსი არის ის, რომ როგორც კი ბავშვი პირველად რაღაცას, აი თუნდაც თავისი ხელის შეხებით სათამაშო გადაადგილა, რაღაც შეცვალა გარემოში, მან უკვე რაღაც გააკეთა დამოუკიდებლად, შესაბამისად მისი мотиваცია, თუ მით უმეტეს ამან დადებითი ემოცია აღძრა, გაუკვირდა, გაოცდა, მოეწონა, ხო და არ იყო ეს მაგალითად ტკივილთან ან შიშთან დაკავშირებული და ესეთ ცუდ მოულოდნელობასთან, მას უკვე უჩნდება სურვილი, რომ ეს გაიმეოროს. მასში ის ფიზიოლოგიური პროცესები, რაც არის, კერძოდ კმაყოფილების განცდა, გაოცების განცდა, ანუ საკუთარი ქმედებით რაღაცა შეცვალა გარემოში, ეს პროცესები ჩათვალეთ, რომ უკვე ჩაირთო. ასე რომ ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რამდენიმე კვირის, რამდენიმე თვის ასაკში, ხო პირიქით, რამდენიმე თვის ბავშვი უკვე გარკვეულ ურთიერთობებს სათამაშოებთან ამყარებს, ისე რომ ის თვითონ საჩხარუნოს მაგალითად ადგილს შეუცვლის, ხმას გამოსცემს, ხო შეუძლია ხელი კრას. აი ამ წუთიდან შეიძლება გარკვეულ წილად უკვე მიმუშაოთ იმის წახალისებაზე, რომ მან კიდევ სცადოს, კიდევ გააკეთოს და გარკვეული კალაპოტი მივცეთ ბავშვის აი ამ ცნობიერ თუ პირველ ეტაპზე გაუცნობიერებელ ინტერესს, რომ რაღაც კიდევ გაიმეოროს. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობას აქვს ეტაპები და ჩვენს ქმედებებსაც აქვს თავისი ეტაპები. და ყოველთვის ვიწყებ ხოლმე იმით, რომ ვინაიდან ყველა ბავშვი არის რაღაცა თანდაყოლილად მეცნიერი, ასე ვთქვათ, თანდაყოლილად მკვლევარი. მათ სულ გაუცნობიერებლადაც თავიდან და მე უკვე ცნობიერი ინტერესი შემოდის გარკვეული პერიოდის, მაგრამ სულ აინტერესებთ რა ხდება მათ გარშემო. შესაბამისად, როგორ წავახალისოთ დამოუკიდებლობა, პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ პირველი რეკომენდაცია არის ხელი არ შეუშალოთ. ვინაიდან აი ყველაზე დიდი დაბრკოლება რაც მოდის ხოლმე ამ შემთხვევაში და რატომაც გახდა ეს, რომ აი როდიდან წავახალისოთ, არ უნდა ამას შეკითხვა, ბავშვი პასუხობს თვითონ და ბავშვი კარნახობს თვითონ, როდის იწყება მისი დამოუკიდებლობა. ჩვენ მთავარია ზედმეტი არ მოგვივიდეს ჩვენი ჰიპერმზრუნველობით. ვინაიდან იმ ოქროს შუალედის დაცვა. არავინ არ ამბობს, რომ ბავშვი მარტო უნდა დავტოვოთ სამყაროსთან და ჩვენ არ ვიყოთ მის გვერდით, მაგრამ რას ნიშნავს გზამკვლევობა ამ პროცესში მიმართულების მიცემა და არა ხელის შეშლა, ანუ მის ნაცვლად ყველაფრის გაკეთება, აი ეს არის ხოლმე ძალიან ნატიფი ზღვარი. ამან რა შეფერხებები შეიძლება გამოიწვიოს? შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბავშვს გაუჩნდეს არასწორი დამოკიდებულება საკუთარი ინტერესის და ქმედების მიმართ. თუ ჩვენ გადავედით შენიშვნების მიცემაზე, თუ ჩვენ გადავედით მეტისმეტად მძაფრ და ცუდ რეაქციაზე, რომ ვაიმე გაუშვი ხელი, ვაიმე არ შეიძლება, ვაიმე არ იტკინოს, ვაიმე არ გატეხოს, ხო ამ მიმართულებით, ანუ გადაჭარბებულად მოგვივიდა. და გადაჭარბებულად მოგვივიდა ის, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მის მაგივრად, მაშინაც კი, როდესაც მას გარკვეული ეტაპების დამოუკიდებლად გავლა უკვე შეუძლია. ამიტომ როგორც კი ვატყობთ, რომ მას თუნდაც მინიმალური ნაწილი პირდაპირ მთლიან უნარს ხო ვერ განახორციელებს ბავშვი, მაგრამ გარკვეული ეტაპი მას უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის წახალისება უკვე, ხო? მაგალითად, ინტერესი გამოიჩინა, რომ თვითონ აიღოს სათამაშო, მიეცით საშუალება აიღოს სათამაშო, ჩვენი როლი რა შეიძლება იყოს უფრო მსუბუქი შევურჩიე, ადვილად ხელმოსაკიდები, ანუ ტარი რო უფრო კომფორტული კონდეს, ხო? არ კონდეს მეტისმეტად წვეტიანი ის, რომ შემთხვევით არ დაიზიანოს, ხო? მაგრამ გარკვეულად ის, რომ კი აიღე და აი ეს შენ თვითონ გააჩხარუნე, სხვა სათამაშოს მაგალითად მე გავაჩხარებ. მაგალითად, კვების პროცესში. პირველი 3 წელი ხო მაინც უფრო საბაზისო უნარებია, ასე ვთქვათ, ხო? თვითმოვლა, თვითკვება, ჰიგიენის დაცვა, ხო? ეხლა იმაზე არ ვსაუბრობთ ჩვენ, რომ მოტორული უნარები ასევე დამოუკიდებლობა, როგორც კი ბავშვმა თავი დაიჭირა, წამოჯდომა სცადა, როგორც კი პირველი ნაბიჯები სცადა, ესეც დამოუკიდებლობის ნაწილია და აქაც ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ხელი არ შევუშალოთ, ვინაიდან უსაფრთხოების თვალსაზრისით ხშირად არის ხოლმე, რომ დიდხანს გვყავს ხელში აყვანილი, მაშინ როდესაც მას უკვე შეუძლია პირველი ნაბიჯები მოსინჯოს, ხო? უბრალოდ ჩვენ დიდხანს არ დავტოვებთ, მაგალითად, დამჯდარ ბავშვს დიდხანს არ დავტოვებთ,
ვიმარტოვებთ, მაგრამ მივაჩვევთ იმას, რომ რამდენიმე თვის ბავშვი უკვე წამომჯდარ პოზიციაში ცოტა ხანი მიზის, რომ მან დააფიქსიროს განსხვავება მწოლიარე და მჯდომარე პოზიციაში და мотиваცია ქონდეს, რომ დამჯდარ პოზიციაში უკეთესად ხედავს სამყაროს. ამიტომ შემდეგზე უფრო მოინდომებს. მაგრამ ის რასაც განსაკუთრებით აი აქტიურად თან სწავლება, მიზანმიმართულად სწავლება ჭირდება, ხოლმე ეს არის ადაპტური უნარები მაინც, ხო? დამოუკიდებლად მიიღო საკვები, მაგალითად დამოუკიდებლად დაიბანა, დამოუკიდებლად ჩაიცვა და ასე შემდეგ. ანუ როგორც კი ბავშვს უკვე შეუძლია ტაცების განხორციელება, მას ერთი კოვზი, ანუ რაღაც კოვზი შეიძლება ხელში მივცეთ და უკვე თუნდაც რაღაცა ფორმით ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება თვითონაც აიღოს ის ულუფა მაგალითად, ხო? მაგრამ აქ რა არის? ტარი უნდა იყოს უფრო კომფორტული, უფრო მსხვილი, თებში უნდა იყოს უფრო ზედმეტად ფრიალა თებშიდან გაუჭირდება, ხო? ცოტა სიღრმე უნდა ქონდეს, რომ აი მოსდოს, ასე ვთქვათ, ხო? კუთხეში ეს. სასურველი იქნება მოჭიდებაც თუ იქნება მაგიდაზე. პირთან მიტანას რაც შეეხება, ცოტა მეტი დრო ჭირდება. დასაწყისში უფრო უადვილდება მყარი საკვები აიღოს ხელით და პირში ჩაიდოს და უკვე წავახალისებ, რომ პატარა დაუშვათ ლუკმან, ხო? პატარა ნატეხი, რომელიმე რაც არ მეშინია, რომ გადასცდება, ასე ვთქვათ და პირში გადნება და დაღეჭვაც არ ჭირდება. იმას წავახალისებ, შემდეგ უკვე კოვზის პირთან მიტანასაც წავახალისებს და ამ დროს ნახეთ შეიძლება ძირითადი ულუფა მაინც მევაჭამო საბოლოო ჯამში მთლიან ულუფას რა თქმა უნდა 1 წლის და ესეთ თვეების ბავშვი ვერ მიიღებს დამოუკიდებლად, მაგრამ თუნდაც ის რამდენიმე ლუკმა დასაწყისში განსაკუთრებით როცა უფრო მოშიებულია, როცა უფრო მოტივირებულია, ნახეთ კოვზი კი არ მიჭირავს, მე ხელით ვანიშნებ, პოზიციას ვაჩვენებ, იდაყვი მიჭირავს, რომ პირთან მიიტანოს ადვილად, ხო? და მეორე, მესამე, მეოთხე წელზე თვითონვე მიხვდებით, რომ ის უკეთესად და უკეთესად აკეთებს ამას. ამავე პერიოდში და ეს არ ეხება მხოლოდ ადრეულ ასაკის ბავშვს, ნებისმიერ უნარზე შეიძლება განვაზოგადოთ ეს მაგალითის მიცემა. დემონსტრირება მის თვალწინ, ეს არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს იქნება მოტორული უნარი, ეს იქნება შემეცნებითი უნარი თუ ასე შემდეგ, ხო და რაც არ უნდა ნატიფი იყოს, მაგალითად დამოუკიდებლად ყვება იქნება, თასმების შეკვრა იქნება თუ ასე ვთქვათ სხვა. გულისხმობ რას, ბავშვს ყავს პარტნიორი და მოდელი. ანუ ერთია რომ ჩვენ ბავშვს ვაჭმევთ, სასურველია რომ ვინმე არის მოპირდაპირე მხარეს ბავშვის მხედველობის ზონაში, რომელიც ასევე ჭამს. და ასევე მან ანუ იმ კოვს მოიხმარს, იგივე ჩანგალს მოიხმარს მაგალითად, ხო? ისევე ხელით უჭირავს რაღაც საკვები და მიიტანა პირთან. ვინაიდან და რაც უფრო ავტორიტეტია ეს ადამიანი, საყვარელი ადამიანი, ჩვენ მიბაძვის სურვილი სულ გვიჩნდება. ეს არის დამატებითი мотиваცია ბავშვისთვის, რომ გაიმეოროს, რასაც ხედავს, მას დედიკოსავით, მამიკოსავით, ბებიასავით გააკეთოს რაღაც манипуლირება და ჩვენ გვაქვს სარკისებური ნეირონები მათ შორის, რომელიც კარგად ირეკლავს ემოციასაც და იმ გამოცდილებასაც, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ნახეთ, თავის ტვინი აღმოჩნდა, რომ უკვე აკეთებს გარკვეულ დასკვნებს. ნახეთ, როგორ ხორციელდება ესა თუ ის მოქმედება ქვეცნობიერ დონეზეც, ანუ გარკვეული ეტაპები, ხო, აქ მაგალითად კოვზის პირთან მიტანას, ხო, მოვკიდე ხელი, გავაკეთე манипуლაცია, მივიტანე პირთან. აღმოჩნდა, რომ ეს დამატებით ეხმარება თავის ტვინს, სტრატეგიულად ნაბიჯებად ჩაშალოს ის ქმედება, რაც რეალურად თვითონაც უნდა განახორციელოს. ანუ აი ესეთი მაგალითის ფონზე უფრო ადვილია იმ განვითარებადი ტვინისთვისაც გეკურება ბრძანება, აი გამზადებული ის მიიღოს პროგრამა, ასე ვთქვათ, მისმა ტვინმა ეს როგორ გააკეთოს. ამიტომ ვასწავლი თასმების შეკვრას თვითონაც, მაგრამ წინ ვიღაც იკრავს დაუშვათ თასმას თვითონ. და ეს ახლა მაინდამაინც ფეხსაცმელი არა, შეიძლება ნებისმიერ აქტივობა შეიძლება ემსახურებოდეს ეს. შიშებთან დაკავშირებით მინდა კიდევ ვკითხოთ ქალბატონ თამარ, იმიტომ რომ ესეც შეიძლება იყოს გარკვეულწილად შემაფერხებელი ბავშვის განვითარებისთვის, იგივე როდესაც რაღაცას გატეხავს და ჩვენ შეიძლება დავსაჯოთ ან ხმამაღლა მიმართოთ ან ასე შემდეგ და მან უკვე ვთქვათ ეს რაღაცა ქმედება, მას უაც არ უნდა და ეს რომ გაეტეხა, ვთქვათ, აღება უნდა და გაუტყდა შემთხვევით, ან აინტერესებდა რა ხმა ჰქონდა, როგორ ხმას გამოსცემს და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ალბათ არის კავშირი განვითარებასთან, ხო? რა თქმა უნდა არის კავშირში განვითარებასთან, რა თქმა უნდა არის კავშირში ზუსტად იმ мотиваციასთან, როგორ განახორციელოს შემდეგი ეტაპები, როგორ გადავიდეს დამოუკიდებლობის შემდგომ ეტაპზე. ის რაც თქვენ თქვით, შიში არის, ანუ არასწორი მოლოდინი სიტყვაზე, ან სასჯელის, დასჯის მოლოდინი, ასე ვთქვათ, ხო? ეს მთლიანად არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ანუ ეს არის არასწორი რეაგირება ბავშვის მცდელობაზე. რა თქმა უნდა, ზრდასრულთან მიმართ
მიმართებაში ყოველთვის ვამბობთ, რომ დამოუკიდებლობას ვასწავლით, ეს არის გაცნობიერებული მიზანმიმართული თანმიმდევრული პროცესი, რომელსაც უნდა მოთმინება, რომელსაც უნდა თანმიმდევრობა და ჩვენი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. წარუმატებელი შემთხვევების დაშვება არის აუცილებელი მდგომარეობა და ის, რომ შეცდომებით არსებობს და შეცდომების გარეშე ვერ ვისწავლით. შეუძლებელი არ დამეღვაროს, შეუძლებელი არ დამექცეს, შეუძლებელი არ გადამივარდეს და ისე ვისწავლო რაღაცა უნარი დავუშვათ თავიდან ბოლომდე. ამ დროს, ამიტომ, ნახეთ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას წავახალისებთ, არ ნიშნავს, რომ ბავშვს ტოვებთ მარტო. მაგრამ არ ვაკეთებ მის მაგივრად ვაძლევ მიმართულებას. ეს რა არის? ფრთხილად, ნელა მოიცა, აი ასე, მიდი ცოტაც, არა პირიქით, აი ასე, აი მოიცა ესე. ანუ მის ხელებთ, მის ნაცვლად კი არ უკრავ მაგალითად თასმას. მიმართულებას ვაძლევ მის ხელებს, მის თითებს, აი მოიცა, აქეთ დარჩა მაგალითად ეს. ის რაც უფრო მსხრევადია, უფრო დიდია, ფრთხილად ცოტა მძიმეა, ნახე, დააკვირდე. აი ასე ჯობია ხელი მოკიდო, ნახე, ასე შეიძლება გაგვივარდეს, ხო? მოდი ვცადოთ. და პირველად, რა თქმა უნდა, პირდაპირ მძიმე ჭიქას არ მივცემ და მივცემ უფრო მსუბუქს. თუ მაინც და მაინც ჩემი ჭიქა უნდა, როგორც ესეთი და აუცილებლად ჩემი ნივთი უნდა, ამ შემთხვევაშიც ვეუბნები, რომ მოიცა ეს ცოტა დიდია, მოდი ერთად გავაკეთოთ, მოდი დაგეხმარები, მაგრამ დაგეხმარები არ ნიშნავს, რომ შენს მაგივრად გავაკეთებ, ხო? ის რომ დაგვექცა, ნახეთ, შეცდომები ყოველთვის არსებობს. ამ დროს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვრჩებით მშვიდად და ნახეთ, ერთის მხრით აღვნიშნეთ, რომ უი ცუდი რამე დაგვემართა. ეს ახლა ჯობდა არ მომხდარიყო, მაგრამ ის უნდა გამოვასწოროთ, ნახეთ, დაგვექცა წყალი. აბა მოიცა ერთი წუთი გავჩერდით, ეხა გვინდა ტილო. აბა სად არის ტილო? მოდი მოვწმინდეთ, აი ეხა ვასწავლე ამ შეცდომის გამოსწორებასაც ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ტილო შეიძლება თვითონ მოიტანოს. თუ რამე ნამსხვრევებია, ვეუბნები, რომ მოიცა ცოტა ხანი არ გადმოხვიდე, მე მოვაგვარებ ეხა ცოტა ხანი ამ ნამსხვრევებს, ანუ ყურადღებას ვუმახვილებ, ეს შეიძლება შეგვერჭოს, მაგრამ აი დავუშვათ რას ვაკეთებ ამისთვის, ანუ ჩემი ქმედებებიც მის თვალწინ არის, ნახეთ, კი არ ვეუბნები, რომ გადიახლა სხვა ოთახში და ეს რაკენიდან რაღაცა უსაქციელო და ასე შემდეგ და ეხა რა მეშველება და აი როგორ საქმე მომიმატე და ასე შემდეგ. ეხმარება თავისთავად ხო სხვა ადამიანთა ურთიერთობაში ის რომ ეძებს გამოსავალს, როგორ მოხდეს შეცდომის გამოსწორება და არა ის რომ როგორ დავსაჯო ეს ადამიანი, ვინც შეცდომა დაუშვა. ზუსტად ის რომ შეცდომის შემთხვევაში ყოველთვის უნდა ვეძებოთ გამოსავალი, როგორ გამოვასწოროთ. ანუ ამაზე ქოთქოთს და რაღაცა გლოვას აზრი არა, იმ წუთში ყოველ შემთხვევაში პირველი უნდა ვეძებოთ გამოსავალი. და მერე ის რეტროსპექტულად რომ უი, ნუ გაგვიტყდა ახლა ეს ჭიქა და სამწუხაროდ უნდა შეველიოთ, ალბათ მოგვენატრება, ალბათ რაღაცით უნდა ჩავანაცვლოთ. ასაკის მიხედვით ეს ნელ-ნელა მოვა, ხო? ეხლა პირველი თქვენ ეტაპები ახსენეთ, ხო? ანუ პირველი 3 წელი მაინც ამ ადაპტურ უნარებზეა, ძალიან მინდა მოვასწროთ, როდის იწყებს ბავშვი მაგალითად აი სხეულის დაბანას, ხელების დაბანას ვაჩვევთ ადრევე, ხო? და უკვე ვეუბნებით, რომ ნახე შენ, იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ ვერ წვდები, აი ტაბურეტი გვჭირდება მაგალითად, ხო? თანდათან მე შეიძლება შევახსენო ხოლმე, რომ სად არის შენი ტაბურეტი, ანუ ხელები უნდა დავიბანოთ. სად არის შენი ტაბურეტი და 2 წლის ბავშვმა შეიძლება ტაბურეტი ვერ მოიტანოს, მაგრამ ის რომ თითით მაჩვენა რომ ნახა იქ არის დამელოდა რომ ის არის, ანუ პირდაპირ კი არ მევიდა ნიჟარასთან და უკვე თანმიმდევრობა დაიმახსოვრ. და მერე ის რომ აბა ონკანს უკვე წვდები, მოდი ჯერ მე მოგეხმარები, მოდი შენ ამასობაში ხელები აიქაფე, მოდი მე პირსახოც მოგაწვდი, შენ გაიწმინდა. აი ესეთი ეტაპები ნელ-ნელა გავაფართოვეთ, ასე ვთქვათ, ბავშვის ქმედებების არეალი და როდის იწყებს სხეულის დაბანას. რა თქმა უნდა, ხადრეული ასაკის ბავშვს მარტო ვერ დატოვებ აბაზანაში, რომ მან თავიდან ბოლომდე დაიბანოს. მაგრამ განსაკუთრებით ინტიმური ადგილების დაბანა დაახლოებით 2 წლიდან უკვე იგულისხმება, რომ აი ეს პირადი სივრცე რაც არის, სადაც ზედმეტად მათ შორის ოჯახის წევრიც კი არ უნდა შეგეხოს, ამაზე ხაზის გასმა ძალიან ნატიფად და ესეთ ფაქიზად შეიძლება და რას ვაკეთებთ ამ დროს, ნახეთ, ვასწავლით თვითონ როგორ დაიბანოს მაგალითად ინტიმური ადგილები და ვინაიდან პირველ ეტაპზე ხა იმას კონტროლი ყველა ვარიანტში დაჭირდება, თუ მაინც და მაინც დაუშვათ დახმარება ჭირდება, ჩემი ხელით კი აღარ გადავდივარ ესე უხეშად დაბანაზე, ბავშვის ხელს ვიღებ და მისი ხელით, ანუ თან ვასწავლი, მისმა ხელმა რა მოძრაობა უნდა განახორციელოს და ამ დროს უკვე ბარიერია, ნახე, მისა და ჩემს ხელს შორის უკვე ბარიერია, ანუ ბავშვი ხვდება, რომ ეს განსაკუთრებით, რა ვიცი, მოსაფრთხილებელი, განსაკუთრებით ინტიმური ადგილები, ანუ თავი უფრო ისე დაუბანე სიტყვაზე და თავზე ხელის გადასმა უფრო ნაკლებ პრობლემა, მაგრამ ინტიმურ ადგილებს მაგალითად ასე ხელაღებით მეც კი არ ვეხები, ხო? და ვეუბნები, რომ ანუ რეალურად ეს არა, ეს შენ უნდა დაიბანო, აქ ჯობია, რომ
ბავშვად სხვა ადამიანი არ შეგეხოს, მათ შორის ოჯახის წევრი ამ მიმართულებით. და აი 3-დან 6 წლამდე უკვე შეიძლება ცოტა გავაფართოვოთ, რომ უკვე სათამაშოების მილაგება მაგალითად, ხო? მოდი მე კუბიკებს დავალაგებ, შენ ამასობაში მანქანები დაალაგე თაროზე მაგალითად, ხო? ან თუნდაც არჩევანის გაკეთება სხვათა შორის, ანუ მივდივართ ეზოში. აბა რომელი ქურთუკს ჩავიცმოთ, ხო? რომელი ქურთუკი? ნუ ქურთუკი უმეტესად ერთი გვაქვს ხოლმე, იშვიათად რომ ბევრი იყოს, მაგრამ მაგალითად მაისური შეიძლება არჩიოს, შორტი შეიძლება არჩიოს, ხო? რომელი წინდა უნდა და ასე შემდეგ. ამაზე აქტიურად ჯობია საუბარი, ანუ რომელი, ანა რას ჩაიცმევ, არამედ რომელი. და ნუ 6-დან მერე უკვე არის დამოუკიდებლად მეცადინეობის დაგეგმა მაგალითად, ანუ რა გვაქვს სამეცადინო, აქედან რა უნდა გავაკეთოთ, მოდი რაში გჭირდება დახმარება და რა შეიძლება დამოუკიდებლად გავაკეთოთ, უკვე ნელ-ნელა ვაფართოვებთ, ასე ვთქვათ ამას. 3 წლიდანაც კი ბავშვი შეიძლება ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღებაში. მაგალითად საოჯახო სადილზე რა მოვამზადოთ, ასე ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანია და სახალისოა ხოლმე ზოგჯერ უფრო ადრეც ვიწყებთ. მაგალითად, ანუ რაღაცა რიტუალური კერძია ხო სიტყვაზე, ხო, აი რაღაცა ღვეზელებს ვაწყობთ, მაგრამ მონაწილეობას იღებს, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე იმ ღვეზელს ვერ მოახვევს, მაგრამ მე რომ მოვახვიე და მოდი ახლა შენი თითებით. ახლა აღდგომა მოდის და კვეთს. კი ბატონო, კი, შენი თითებით დაუშვათ რაღაცა, აი ანუ მესედი, ანუ ნაპირები შენ შეკარი სიტყვაზე, ხო? და ნელა ვაფართოვებთ ამას, რაც უფრო გაიზარდა, უკვე მეტის უფლება მივეცი. თავიდან თუ მარტო ცომს მოუკრა თავი, მერე უკვე შიგთავსით დავადებინე მაგალითად, ხო? აი რაღაცა უკვე მასე ლანგარზე დავალაგებინე სიტყვაზე სუფრასთან მივატანინე. ეს ქმნის თავდაჯერებას ძალიან კარგად და ის სტატუსის რო ოჯახის წევრის სტატუსი. რა თქმა უნდა, მეც პიროვნება მაქვს და ჩემი საქმე მაქვს. ნახე ის რაც უჩემოთ არ გაკეთდება. ეს ვთქვათ შორს ძალიან ეხმარება ხოლმე აი თუნდაც დედმამიშვილებს შორის კონკურენციას და იმას რანგირებულად რო არის რომ შენ უფრო დიდი გოგო ხარ და უკვე ამას გააკეთებ ის შედარებით პატარაა და უფრო მარტივი საქმე აქვს ამაშიც კი გვეხმარება ხოლმე რომ აი ალაგებს ამ სტატუს აცნობიერებს ბავშვი და არა იმას რომ უფლებები დააკლდა რაც პატარა დაიბადა მაგალითად მის ცხოვრებაში და იგისვათ იმიტომ რომ ჩვენ რეწურება თქვენ ამაშინ აი დაბონის შემთხვევაში არის რა და როგორ ასევე რა საკითხი შეიძლება მივაჩიოთ ბავშვს რომ დაუშვოთ თავის საწოლი მოაწესრიგოს აი თავის რაღაცა სიტყვაზე პირადი მოხმარების ეთრეული იქნება თუ რა რომ ამას დასუფთავება ჭირდება გარეცხვა ჭირდება და უკვე იმას აქ შეიძლება შეიძლება თავის გააკეთოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ისიც ბარ მამასაც კითხავ და გეტყვით ესეც რომ აუხსნათ მშობლებს და ოჯახის წევრებს იმიტომ რომ ოჯახში როდესაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა ასაკის მით უმეტეს პაპა ბებიებს დეიდებს და ასე შემდეგ ყველას უყვართ განებივრება პატარების ხომ მშობლები უფრო ცდილობენ რომ რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში ზომიერებაში მოაქციან მაგრამ სხვა ოჯახის წევრს შეიძლება ჰქონდეს უფრო ჰიპერმზრუნველობა, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში იბნება ალბათ ბავშვი თავისთავად, რომელი მოქმედება არის სწორი. შეიძლება გაიგებთ ხო, ჩემი ბავშვი და ბავშვი არის 28 წლის. ეს ყველაფერი სწორად რომ დავავგეთება ქართულ და თვითონ არ აქვს მხოლოდ ქართულ სივრცეში. ძალიან კარგი აქცენტები იყო ერთის მხრივ აი ესეთი ზუსტად ეს თვითმოვლის, ანუ ოთახის მოწესრიგების ფენომენი, რომელიც არის სადღაც 4-5 სასკოლო ასაკის ბავშვს ყველა ვარიანტში შეიძლება ეს მოთხოვოთ უბრალოდ შესასრულებელი სამუშაო შეიძლება იყოს სხვადასხვა მასშტაბის ასე ვთქვათ ხო 3 და 4 წლის სრულად ვერ განახორციელებს ამას მაგრამ ის რომ ბალიში თავის ადგილას დააბრუნოს მაგალითად ხო თავისი სათამაშო რომლითაც ეძინა ღამე თაროზე დააბრუნოს და არ დატოვოს საწოლში პიჟამო რომელიც გაიხადა მაგალითად სადაც ვეტყვით მოათავსოს შესაბამის სკამზე ან მოათავსოს საწოლზე და არ დააგდოს იატაკზე მაგალითად აქ უკვე შეიძლება 3, 4, 5 წლის ბავშვთან თავისუფლად ვიმუშაოთ ამაზე. რაც უფრო დიდია ბავშვი და რაც უფრო ანუ სიმაღლეშიც იმატებს ისე რომ მიწუდა სიტყვაზე გადასაფარებელს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა უკვე სასკოლო ასაკის ბავშვი წესით უნდა ახერხებდეს თავისი საწოლის ასე ვთქვათ მოწესრიგებას. ტანსაცმელს რაც შეეხება ის რომ აი რო გავიხადეთ ნახეთ 3 და 4 წლის ბავშვიც ჩემი თანდასწრებით ბანაობს ხო მაინც ძირითადად მე მეთვალყურეთ იქვთ მაგრამ ის რომ გაიხადა სიტყვაზე ტრუსი გაიხადა მაისური გაიხადა თვითონ ჩადო კალათაში ანუ იქვე კი არ დააგდო ან მე კი არ გავაკეთე ეს იქ ჩააგდე მაისური იქ ჩააგდე მაგალითად თუ ვახარისხებთ ამას ხო ეხლა აი ანუ სუფთა მაგალითად აი სუფთა პირსახოცი სუფთა გამოსაცვლელი ტანსაცმელი აქ მოათავსე რომ მე ავიღოთ სიტყვაზე ეს რა თქმა უნდა უკვე შეიძლება რაც შეეხება ოჯახის ჩართულობას
მეორე მომპარს და კითხვას, ეს არის დავასრულოთ. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ერთი ტიპის მიდგომა, ერთგვაროვანი მიდგომა წესების მიმართ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ყველას გვინდა როცა გვემსახურებიან და რაღაცა დავუშვათ ჩვენს ნაცვლად რამეს აკეთებენ, ამიტომ ერთის მხრივ მშობელი მაგალითად ახალისებდეს რომ შენით ჭამე, შენით აიღებ ლამის ბუტერბროდის გამზადებას ვასწავლი სიტყვაზე სასკოლო ასაკის ბავშვს და მე მეორე წუთად ძირითადად ბებია ბაბუებს ემართებათ ხოლმე ეს ზედმეტი კიდე იმითი ანუ მონატრებით სიტყვაზე რომ ამ დროს 6 წლის ბავშვი ტახტზეა წამოწოლილი და ბებია ხელით აჭმევს ხაჭაპურს, მაშინ როცა ის მულტფილმს უყურებს, მაშინ როცა დედა ეუბნება რომ ბუტერბროდიც კი აიღე პურის ნაჭერი დაადე ყველი მაგალითად გადაუსვი ზემოდან რამე ესეთი соуსი ეს რა თქმა უნდა შეუსაბამობაა და აბნევს კი ანუ სულ გონიათ რომ მე ვინც დამოუკიდებლობას აძალებს იმას თითქოს ნაკლებად უყვარს და ის თითქოს აწვალებს და ჯობია შეთანხმებულად მოქმედება ისევ ზრდასრულებად ჯობია ერთმანეთთან შევათანხმოთ ეს წესი. მადლობთ ქალბატონ თამარ მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. თქვენ მადლობა. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის.